არქიმანდრიტის დასჯის მცდელობა მისი საჯარო განცხადებების და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ამ წუთებში საპატრიარქოს კომისიის ხდომა იწყება, სადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსაც ელოდებოდნენ. სასულიერო პირს ერთხელ უკვე გამოუცხადეს გაფრთხილება, თუმცა რეჟიმის სამიზნე არქიმანდრიტი ამბობს, რომ კომისიის პრეტენზიებს მხოლოდ საჯარო ფორმატში მოისმენს. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის მკაცრად გმობს და აკრიტიკებს ქართული ოცნების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას. ნანო ჩაკვეტაძე გვიერთდება ახლა დეტალებით. ნანო, რა საპირებს სასულიერო პირი, რა ხდება ახლა საპატრიარქოსთან? საპატრიარქოში წესით წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს უკვე ზნეობის კომისიის ხდომა, თუმცა ეს ხდომა გაიმართება როგორც ჩანს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გარეშე, რომელიც არის დაბარებული ამ კომისიაზე და რომლის გამოც მოიწვიეს ეს კომისია. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, როგორც მას ჰქონდა პირობა უკვე წაყენებული, მოვიდა ადგილზე თავის თანამებრძოლებთან, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მიმართა კომისიის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მიეცათ შესაძლებლობა ჟურნალისტებსაც ქონოდა თავის მხრივ იმის უფლება, რომ დასწრებოდნენ ამ ზნეობის კომისიის ხდომას, რადგან ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე. თუმცა ვიცოდით პრინციპში აქამდე საპატრიარქოს პოზიცია და როგორც ჩანს ისინი შეუვალები არიან ამ გადაწყვეტილებაში, რომ მედია ვერ დაესწრება კომისიის ხდომას. შესაბამისად არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ის შევა კომისიის ამ ხდომაზე. სწორედ ჩვენთან ერთად არის ახლა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, მას ვკითხავთ ამ პირველ რიგში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო და არ ყოფილა მოულოდნელი მამაოს, იმიტომ რომ თქვენ ამბობდით, რომ მედიის გარეშე თქვენ არ შეხვიდოდით, არ წარსდგებოდით კომისიაზე, იმიტომ რომ ახსნა განმარტებებს გთხოვდნენ სწორედ მედიაში გაკეთებული განცხადებების გამო. კიდევ ერთხელ გითხარით თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე, გახართ გარეთ და არ შედიხართ კომისიის ხდომაზე პრინციპულად. მე არათუ არ შევდივარ, მე არ შემიშვეს, ჩემი მოთხოვნები არ გაითვალისწინებს და არც ერთ კანონმდებლობას, რაც არის ეკლესიური, არ ითვალისწინებენ. თუნდაც მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყოს დაინტერესებული პირი, კონფლიქტში მყოფი პირი დაბარებულთან და ეს ყველაფერი მათ არ გაითვალისწინეს. ისინი არ ითვალისწინებენ არც ჩვენს კანონებს, არ ითვალისწინებენ არც რჯულის კანონებს. მე უფლება მაქვს მოვითხო ღია და განცხადებების გამო ვარ დაბარებული და ამიტომ ღიად განხილვა უნდა მოხდეს. მე არაფერი დამალულის გამო არ ვარ დაბარებული და მე უფრო უნდა მეშინოდეს ამის განცხადების, თუ მტყუანი ვარ ვიდრე მათ. და თუ ისინი მართლები არიან, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ, რომ ეს ყველაფერი პრესის წინაშე მოხდეს, ჩემი გამტყუნება, რადგან მათ ხალხს უნდა განუმარტონ, რის გამო ვარ მე დამნაშავე. და მე ვიცი ისინი რაში მადანაშაულებენ, ოღონ ამას ვერ ამბობენ. ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამხელ რუსეთს, მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაძღა და მე ვამბობ იმას, რომ საქართველოს მიიტაცა ივანიშვილმა, მე ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პლიუს ეკლესია თავისი კრებსების გამოქვეყნებით, მე ვამბობ იმას, რომ ეს მცირე ჯგუფი საპატრიარქოში, რომელიც არის შესახლებული, არის რუსული და აკეთებს რუსულ გეგმას ემსახურება. მას უნდა რომ არც ერთი კაცი, ვინც რუსეთს უპირისპირდება, არ იყოს ზიარებული და უნდათ რომ ეხლა ის ტაძარი, სადაც ერთგული ხალხი და გმირები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს. მე ისინი ვერაფერს ვერ წამართმევენ, მაგრამ ამ ხალხს წაართმევენ და ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. შეუძლებელია ჩვენ დავმარცხდეთ. მე უფრო თუ ამათმა დამსაჯეს, უფრო მეტი დრო მექნება გადავერთო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია ჩვენიერი უნდა განთავისუფლდეს ამ დიდი ხოციანობისგან და რუსეთის მონობისგან. მე ამას გავაკეთებ. მამაო, თქვენ მესამედ დაგიბარეს უკვე. ეხლა მოქალაქეები არიან შეკრებილები, ამხნევებენ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. მამაო, თქვენ მესამედ დაგიბარეს მსგავს ფორმატში, თუმცა თქვენი პოზიცია ისევ უცვლელია და ის იციან ძალიან კარგად მათ, ხომ არ ამზადებენ ამით ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგ უფრო მძიმე სასჯელი დაგაკისრონ, თუნდაც შეიძლება იყოს ეს სტატუსის შეწყვეტა ან რამე მსგავსი შეჩერება გულისხმობ. არიან ადამიანები, მღვდლები, ეპისკოპოსები,
რომლებსაც თუ ეპისკოპოსობას ამ მღვდლობას შეუჩერებ, მაშინ მისგან არაფერი არ დარჩება. მე რაც არ უნდა მღვდლობა შემიჩერონ, მე ვარ დოროთე და ჩემგან დარჩება ის რაც ვარ. ბატონო, დიდი მადლობა. არქიმანდრიტი შიო კვარაცხელი არის ასევე ჩვენთან ერთად. მამაო, როგორ გონიათ, რატომ ვერ მოხერხდა დღეს ჟურნალისტების დასწრება ამ სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იყო არქიმანდრიტის პირობა, რატომ აშინებს ასე საპატრიარქოს ის, რომ ღია, გამჭვირვალე და საჯარო იყოს მათ შორის ზნეობის კომისიის ეს სხდომა? ეთყობა მათ აქვთ რაღაცა დასამალი, დასაფარი, რისი გამჟღავნებაც და გამოჩენაც არ უნდათ და ამიტომ აკეთებენ იმას, რომ ეს სხდომა იყოს დახურული და დაფარული საზოგადოებისთვის. და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი კომისიის წევრი არ გამოვიდა ჩვენთან პირადად, რომ გადმოეცა თუ გვიშვებდნენ თუ არ გვიშვებდნენ, ამ ყველაფერს გვესაუბრებოდნენ დაცვის მეშვეობით. და წესით, როდესაც ამდენი ხალხია მოსული, სამი არქიმანდრიტი იღუმენი ხო კომისიის წევრმა, რომელიმე მკეთილი უნდა ინებოს, ელემენტარული პატივისცემა და ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამდენი ადამიანების მიმართ და დაცვის მეშვეობით კი არ უნდა გვატყობინებდეს ჩვენ შევიდეთ თუ არ შევიდეთ და შევიდეს ჟურნალისტები თუ არ შევიდეს. თვითონ პიროვნულად უნდა გვესაუბრებოდეს. მაგრამ როგორც ჩანს, ამისიც ეშინიათ. და გვესაუბრებიან შუამავლების მეშვეობით და არა თვითონ პირადად. ბატონო, დიდი მადლობა. მამა ილიასაც ვხედავთ. გამარჯობა, მამა ილია, კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში მუშაობთ. რას ემსახურება სინამდვილეში ეს კომისია, მის რეალურ мотивაციებზე გითხარით და რატომ ასამართლებენ მამა დოროთე ყურაშვილს? მამა დოროთეს ასამართლებენ, რომ მამა დოროთე ამხელდა რუსეთს, ამხელს ბიზნესს, ამხელს ქართულ ოცნებას, ამხელს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც რუსეთის მხარესგანაა და პირდაპირ შეეხო მეუფე შიოს, იმიტომ რომ ბოლომდე გამოაჩინა მეუფე შიომ თავისი სახე, რომ ის არის საქართველოში გამოგზავნილი რუსეთისგან. მე პირდაპირ დავართმევ სახელზე, ის არის ეგზარხოსი, რუსეთისგან გამოგზავნილი, რომელსაც მიცეს ის დავალება და ის ასრულებს ამ დავალებას, მაგრამ ერთი რამე კარგად დაიმახსოვროს, დავალება, რომელიც მან დავალების აღსრულება დაიწყო, იმ დავალებას ის ვერ დაასრულებს. ეს ეკლესია არ არის ამათი გადასაწყვეტი და ამ ეკლესიას ყავს მღვდელმთავრები, მღვდლები, მრევლი და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ეკლესიას და ჩვენ საქართველოს რუსეთს არ გადააბარებენ. ასე რომ ის დასაწყისი დასრულდება მისთვის ძალიან ცუდ დასასრულად, იმიტომ რომ ის საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. როგორც ჩანს, ძალიან დიდი გეგმები აქვს რუსეთს მეუფე შიოზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ეპისკოპოსად, არამედ უკვე გათვლილიც კი აქვს, შეიძლება და ნამდვილად ესე იქნება მომავალ პატრიარქადაც, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი პრორუსი პატრიარქი ჭირდებათ მათ, მაგრამ საქართველოს მას არ დაუთმობს და ჩვენ მე პირადად, როგორც საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი, ბოლომდე ჩემი ეკლესიის გვერდით დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ერის, ჩემი ეკლესიის თავისუფლებისთვის და არც ერთი ნაბიჯი უკან. ეს კარგად დაიმახსოვრონ და დანარჩენს დაველოდოთ. ქართველი ერი კარგად ხედავს ყველაფერს და ქართველი ერი კარგად დაარქმევს ყველას თავის სახელს. ასე რომ მეუფე შიო გეგმები ჩაგივარდა. უმეტესი მადლობა. არქიმანდრიტ ილია თოლორაიას უსმენდით. ვითარებას გიჩვენებთ საპატრიარქოსთან, მოქალაქეები არიან შეკრებილები, პროევროპული აქციების მონაწილეები, სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები, თანამებრძოლები არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის, რომლის გარეშეც შედგა კომისია, რომელიც მისთვის მოიწვიეს. წესით კომისია უკვე დაწყებული უნდა იყოს საპატრიარქოში. ზნეობის კომისია 2 საათზე იყო ჩანიშნული, მას 8 წევრი ჰყავს ამ კომისიას, სწორედ ეს კომისია განსჯის დღეს დოროთე ყურაშვილის სწავლებებს ამბიონიდან, ასევე მის განცხადებებს. დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ ის დაიბარეს და მას სჯიან ამ კომისიის ფორმატში საკუთარი განცხადებების გამო, იმის გამო, რომ ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, იმისთვის, რომ ის დაჩაგრულ მოქალაქეებს ყოველთვის უდგას გვერდით, სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმრებს, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. დოროთე ყურაშვილი რამდენიმე წუთში ალბათ უკვე დატოვებს ტერიტორიას, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, რომ დაესწროს კომისია, სადაც
თავად არის დაბარებული და ის თავად იყო მიწვეული ამ კომისიაზე, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადმოსცეს მას სათქმელი. აქ არავინ გამოსულა, არც მიქაელ ბოტკოველი, არც ანდრია ჯაღმაიძე, არც ერთი სასულიერო პირი, არც ერთმა სასულიერო პირმა არ მიიჩნია თავი ვალდებულად, რომ გამოსულიყო და პირადად ეთქვა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის გადაწყვეტილება საპატრიარქოსი, რომ ის ვერ დაესწრება დღევანდელ სხდომას. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები საპატრიარქოსთან, სადაც იმყოფება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. თუ გამოვა ვინმე საპატრიარქოდან მასთან შესახვედრად, ჩვენ ნანა ჩაკვეტაძეს რასაკვირველია დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.